ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს თავისი დღის წესრიგი და პოლიტიკური პროგრამა თავს მოახვიოს ევროპელებს. ეს არის დასკვნა, რომელიც საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიში გამოქვეყნდა. სავაჭრო დაძაბულობა, ძველი კონტინენტის სამხედრო დაცვა და თეთრი სახლის მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიმართ. ეს ყველაფერი ის ფაქტორებია, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საკუთარი დღის წესრიგის დადგენის ნაცვლად რეაგირებისკენ უბიძგებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამით ევროკავშირი თავის სისუსტეს ავლენს. ვფიქრობ, რომ სწორედ ევროპელმა ლიდერებმა, მთავრობებმა, ინსტიტუტებმა შექმნეს პირობები, რომ დამცირებულიყვნენ. იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტარიფების ომი თუ ნატოს სამიტი და თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი. ან თუნდაც ის, როგორ ექცევიან ევროპელ ლიდერებს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, სადაც მათ ძირითადად კარზე უნდა დააკაკუნონ, რათა მოусმინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არც კი ესწრებიან ამ შეხვედრებს. თუმცა ევროპული განწყობა მაინც ძლიერად იგრძნობა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიყენებული პოლიტიკური დარტყმების მიუხედავად. ბოლო მონაცემებით საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი ევროკავშირის მიმართ 2007 წლიდან ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე სხვა რამესელიან მისგან. ბევრგან, სადაც ადამიანები ევროკავშირს ძირითადად მხოლოდ ეკონომიკურ გაერთიანებად, სავაჭრო ბლოკად, ბაზრად მიიჩნევდნენ, უკვე დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ევროპას უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს გეოპოლიტიკის, სხვა გლობალურ ძალებთან ურთიერთობებისა და იმ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით, რომლებსაც საფრთხე ემუქრება როგორც გარედან, ისე შიგნიდან მთელ ევროპაში. ამასთან ანგარიშის ავტორის განცხადებით დონალდ ტრამპს ევროპაში დასაყრდენი ძალაც ყავს. მაგალითად უნგრეთის, იტალიისა და სლოვაკეთის ლიდერები არც კი მალავენ, რომ ამერიკის პრეზიდენტთან იდეოლოგიური და თუნდაც პირადი სიახლოვე აქვთ.